სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა ყოვლად სამღვდელონო ღმერთმთავარნო პატიოსანო მამანო ძმებო და დებო გილოცავთ 100,000 ქართველი მოწამის ხსენებას და გადმოგცემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მოლოცვას და კურთხევას 100,000 მოწამის დღესასწაული განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისთვის. ეს არის სულის ზეიმი და გაბწყინვება და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი დედაქალაქიც დღეს განსაკუთრებით ხარობს და ბრწყინავს. არა იმიტომ, რომ დღეს მზე ანათებდა განსაკუთრებით ძლიერად, არამედ იმიტომ, რომ სიტყვისაებრ წმინდა იოანე ოქროპირისა მოწამეთა სინათლე 1000 მზეზე და ციურ სხეულზე მეტად ნათობს და ანათებს და ბრწყინავს. ვინ არის მოწამე? თქვენ იცით, ბერძნული სიტყვა მარტის ნიშნავს მოწმესაც, მოწამესაც. მოწამე არის ადამიანი, რომელმაც თავისი სისხლით დაამოწმა ქრისტეს მოსვლა, მისი ცხოველსმყოფელი, მაცხოვნებელი ვნება, სიკვდილი და აღდგომა. თვით უფალი იესო ქრისტეც, როგორც გახსოვთ, გამოცხადების წიგნში თავის თავს სარწმუნო მოწამეს უწოდებს და მოციქულებსაც მოწმეებს უწოდებს თავისი ზეცად ამაღლების წინ. როცა ეტყვის, რომ თქვენზე გადმოვა სული წმინდა და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელს იუდეაში და ქვეყნის კიდემდე. მოწამეობა არის მთელი ცხოვრების გვირგვინი და ღვთის საჩუქარი, ღვთისგან მომადლებული ნიჭი. ამაზე წერს წმინდა პავლე მოციქული, რომ თქვენ უფლის გულისთვის მოგეცათ არა მხოლოდ რწმენა, არამედ ვნებაც მისთვის. აი დღეს ჩვენ ვფიქრობთ ამაზე განსაკუთრებით მოწამეობის მნიშვნელობაზე. და წმინდა ეკლესია გვასწავლის ასევე ჩვენ, რომ მოწამეთა გარეშე ჩვენ ცხოვრება არ შეგვიძლია. იმიტომ რომ ისინი არიან საყრდენი ჩვენი ეკლესიისა. ის სვეტები, რომლებსაც ეყრდნობა ეკლესიის შენობა. და ამიტომ შეუძლებელია, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი თაყვანს არ სცემდეს მოწამეებს. მაგრამ როგორი უნდა იყოს მართებული თაყვანისცემა მათი? და აქაც მინდა შეგახსენოთ წმინდა იოანე ოქროპირის საოცარი სიტყვები, რომ მოწამეები განსაკუთრებით გრძნობენ მათდამი პატივისცემას, როდესაც ადამიანები ხდებიან მათი სიკეთეების თანაზიარნი. ესე იგი, ვისაც უნდა ჯეროვნად ადიდოს მოწამეები, უნდა ეცადოს მიბაძოს მათ ღვაწლს და შრომას. და აი, სწორედ ეს მიანიჭებს მოწამეებს არანაკლებ სიხარულს, ვიდრე მათი სიმამაცე, გამოვლენილი ქრისტესთვის. მაგრამ ისმის კითხვა, ჩვენ დროში როგორ მივბაძოთ მოწამეებს? აქაც საოცრად პასუხობს წმინდა იოანე ოქროპირი, რომ დიახ, დღეს არ არის ისეთი დევნა, მაგრამ დევნის დრო არ არის და ჟამი, მაგრამ არის დრო მოწამეობის და არის დრო მოწამეობრივი გვირგვინების. არ გვდევნის ჩვენ ადამიანი
მაგრამ გვდევნის ეშმაკი, რომელიც ყოველგვარ ტარვალზე უფრო ძვინვარე და ბოროტია. როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, რომ ჩვენი ბრძოლა სისხლის და ხორცის წინააღმდეგ კი არ არის, არამედ ცის ქვეშეთის ბოროტ სულთა წინააღმდეგ. და ეს ისეთი ომია, ძვირფასო ძმებო და დებო, სადაც არ არის ჩვენთვის არც შერიგება, არც ზავი, არამედ მუდმივი ბრძოლა, რათა გვირგვინიც იყოს ნათელი. და აი როგორც გვასწავლიან ჩვენ წმინდა მამები, ჩვენს გვეძლევა შესაძლებლობა მოწამეთა გვერდით დავდგეთ. იმიტომ რომ მოწამეზე ნაკლები როდია ის ადამიანი, ვინც იყო ქცეული თავისი ვნებების რაღაც ფეს გადგმული ჩვევების ტყვეობაში და ღვთის გულისათვის დაარღვია ეს ბორკილები და ღვთისნებას შეუდგა. აი ეს უმძიმესი საქმეა. დაამარცხო შენი ვნებები, დაარღვიო ყოველგვარი საცდური და თუ მოწამეთა ღვაწლი არის ძალიან მძიმე, აი ასეთი მოსაგრეების ღვაწლი არის სავსე ხანგრძლივი მწუხარებით. ამას ეწოდება უსისხლო მოწამეობა. აი ძვირფასო ძმებო და დებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ 100,000 ქართველი მოწამის ხსენებას. მათი ლოცვით ღმერთმა გააძლიეროს, დაალოცოს, გადაარჩინოს საქართველო. ღმერთმა გააძლიეროს კათოლიკოს პატრიარქი ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. ღმერთმა დაალოცოს ყოველი თქვენგანი და შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ისე ვადიდოთ ეს წმინდა მოწამეები, ნამდვილი გმირები და ქრისტეს მეგობრები, როგორც სათნოა მათთვის. და მაშინ მივბაძავთ რა მათ განვლილ გზას, მათ შესაფერის გვირგვინებს მივიღებთ. რისი ღირსიც დაეგამხდარიყავით მადლითა და წყალობითა და კაცთმოყვარევითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც ჩვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.